იცით აღკვეთის საკითხზე ჯერ არ გვისაუბრია, ჯერ მოსამართლე გასულია, ასე ვთქვათ, სათათბიროდ მტკიცებულებების დასაშვებობაზე და დაუშვებლობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, ჩვენ შუამდგომლობაზე და ბრალდების შუამდგომლობაზე, როდესაც დაბრუნდება მოსამართლე გადაწყვეტილები, ცხადია აღკვეთზე ვისაუბრებთ. ძირითადი არგუმენტი აღკვეთზე გახლავთ ის, რომ პირველი მოსამართლე ვალდებულია კანონით ამ ეტაპზე გადასინჯოს აღკვეთი, მათ შორის აღკვეთის მართლზომიერება, რამდენად ლეგიტიმურ მიზანს შეესაბამება ამ ეტაპზე საქმის წარმოების, თუმცა ჩვენ თავიდან გვქონდა პოზიცია და ეხლა იგივე პოზიცია გვექნება, რომ პატიმრობა ყოველთვის უკანონო იყო, მისი შერჩევის მომენტიდან იყო უკანონო და მით უფრო უკანონოა მისი 2 თვის თავზე ეს პატიმრობა, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ პატიმრობის აღკვეთის ღონისძიების გაუქმება საერთოდ. ეს პოზიცია გვექნება აღკვეთთან დაკავშირებით და ეხლა არაერთხელ ვისაუბრია ამასთან დაკავშირებით, რომ იმდენად დაუსაბუთებელი იყო მაშინაც კი, რომ არავითარი საფუძველი არ გააჩნდა აღკვეთს და აი აღკვეთთან კავშირში მინდა გითხრათ, ეხლა რა შუამდგომლობა ბრალდება, რამდენად კეთილსინდისწულია ბრალდება ამ საქმეში. ჩვენ აღკვეთთან დაკავშირებითაც არაერთხელ წარვადგინეთ მზიას ადმინისტრაციული დაკავების ვიდეო, რომელიც ნახა მთელმა საქართველომ და არა მხოლოდ მთელმა საქართველომ ადმინისტრაციული წესით, როდესაც მას აკავებს ბესებიას ტიკელის ტრანსფრის მოგეხსენებათ. და მისი აღკვეთიც ამითი იყო დასაბუთებული, რომ თითქოს ჯერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა და მე სისხლის დანაშაული. ამ ვიდეოს მტკიცებულებებიდან ამოღებასაც ითხოვს პროკურატურა. იმდენად არა წარმოგიდგენიათ, აღკვეთი მოითხოვა, იმიტომ რომ ადმინისტრაციული წესით დააკავეს მანამდეო. ჩვენ ეს ვიდეოები წარვადგინეთ, მათ შორის ეხლა იხილება იქ მოსამართლე ამ საკითხზე, ასე ვთქვათ, ფიქრობს, თუ რამე აქვს საფიქრალი და ბრალდებას არ სწვენია და ითხოვს ადმინისტრაციული დაკავების ვიდეო კადრების ამოღებასაც კი საქმიდან. რომ არაფერი არ იყოს ამ საქმეში, გარდა იმისა, რაც თავად ბრალდებამ წარადგინა და ბრალდებამ წარადგინა მინიმალური ბრალდების მტკიცებულებები თავისთავად ცხადია, ვერც წარადგენდა მეც, იმიტომ რომ აქ დანაშაულის შემადგენლობა არ არის და არ არსებულზე ამაზე მეც მტკიცებულებებს ვერ მოიტანდა ბრალდება. ეს გახლავთ სულ 44 წამიან ვიდეო კადრი, სადაც ეს ინციდენტია ასახული თავად. მე მას მსუბუქ ინციდენტს ვეძახი ხოლმე და 7 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც ამბობენ, რომ ბატონ რეგუაძის გაუწით და ლოყა. ეს გახლავთ სულ ბრალდების მტკიცებულებები და მათ ცხადია დიდი დისკომფორტი აქვს იმ მტკიცებულებების ფონზე, რაც ჩვენ წარვადგინეთ ამ საქმეში და აი ასეთ შუამდგომლობა აქვს, რომ არანაირი სხვა ვიდეო კადრიც კი, სადაც პირდაპირ ჩანს როგორ აკავებენ მზიას ტიკელის რაფის გამო ის კადრიც კი არ იდოს ამ საქმეში. დიახ, და საქმის მასალების თვალსაზრისით თუ შეიცვალა ქალბატონო მაია რაიმე, ვიცით რომ მხოლოდ პოლიციელების ჩვენებას ეყრდნობოდა. არაფერი. 2 თვე პოლიციამ ეკნა ეს საქმე, ეს დრო, ასე ვთქვათ, გამოიყენა არაფერში. მზიას პატიმრობა დაასაფუთა სწორედ ამ საფუძვლით, რომ თურმე უნდა გამოეკითხა არაერთი მოწმე მანიფესტაციის მონაწილე, რომლებსაც შესაძლოა რაიმე ურთიერთობები ჰქონდა მზიასთან და ასე შემდეგ, არავინ არ გამოკითხა, გამოკითხა 7 პოლიციელი და ბოლოს დაამატა მეშვიდე თავად ბატონი ბესელია. ეს იყო გვირგვინი ამ გამოძიების და მორჩა. მეტი არც არავინ გამოუკითხავს, არც არავის ინტერესი აქვს გამოძიებას. გამოძიებამ ჩათვალა, რომ მისი ბრალდებისთვის საკმარისია ეს 44 წამიანი ვიდეო კადრი, პლუს 7 პოლიციელი, მერვე თავად დგებუაძე. ეს არის მთელი ბრალდება. და ბრალდებამ დღეს ღიად დააფიქსირა პოზიცია შუამდგომლობის სახით, რომ არც ერთი დაცვის მტკიცებულება ამ საქმეში არ იყოს. იყოს მარტო პოლიციელების მტკიცებულება, რომ ლოყა გაუწითლდა, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, ლოყა რომ დაწითლებოდა ეს კადრი, როგორც არის სიტყვით, ყველაფერი რომ გაიზიაროს სასამართლო, ბრალდების მტკიცებულებები მაინც არ არის დანაშაული, რამაც არ არის დანაშაული. ვერ დაარქვევ დანაშაულს იმას, რაც არ არის დანაშაული. დიახ. და რაც შეეხება ინფორმაციის ამოღების მიზნით მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომას ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია გავრცელდა მედიაში, რა შეგიძლიათ გითხრათ საქმის ამ ნაწილზე? დიახ, ეს ერთ-ერთი ასეთივე უკანონობა გახლავთ ამ საქმეში, გამოძიებამ არ იყმარა მისი უკანონო პატიმრობა ბრალდება, მისი უკანონო პატიმრობა უკანონო ბრალდება და უცებ საქმეში გააჩნდა 15 თებერვლით დათარიღებული
ერთ-ერთი პოლიციის დეტექტივის პატაკი, რომელიც უცებ ასე ვთქვათ იმ ხასიათზე დადგა, რომ ამ პატაკში ყვება, რომ მისთვის რაღაცა წყაროდან გახდა ცნობილი, რომ თურმე პოლიტ გრებუაძეზე თავდასხმა იყო წინასწარ ორგანიზებული და რომ თურმე ქალბატონმა მზიამ მიიღო ამასთან დაკავშირებით დავალება და ეს დავალება უნდა ჩანდეს მის ტელეფონში და აი ამ სამართლის პატაკის საფუძველზე შემდეგ პროკურორმა მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს და სასამართლომ ასეთივე სამართლმსაჯულო განჩინება გასცა კაცის გამოთხოვის შესახებ და აი ამ დოკუმენტების დაუშვებლობას ვითხოვდით ახლა ჩვენ ამ საქმეში რა გითხრათ აი ასეთი მტკიცებულებითი სტანდარტით პირადი ცხოვრების პროფესიული საქმიანობის ასეთი უხეში ხელყოფა მართალი გითხრათ აღარც მეგონა თუ ხდებოდა სასამართლოს საქმეებში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს სამწუხაროდ ასეთივე ჩვეულებრივი პრაქტიკა ამ სასამართლოს პირობებში და სასამართლომ დაუკმაყოფილა კიდევაც, თუმცა ამ წინა სასამართლოს ხდომაზე ჩვენ აი ამ დოკუმენტების ამოღებას ვითხოვთ საქმიდან, იმიტომ რომ არანაირი საკონსტიტუციო სასამართლოს ამაზე აქვს ნამსჯელი სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით, სადაც სასამართლო ამბობს, რომ თავისთავად ცხადია, როდესაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ითხოვს ხოლმე გამოძიება რაღაც საპროცესო მოქმედებების შესრულებას და მე აკანონებს, სანდოობა ასეთი წყაროების მიმართ არის ძალიან დაბალი, ამიტომ სხვა მტკიცებულებითი სტანდარტია საჭირო. ჩვენ შემთხვევაში ეს ოპერატიული ინფორმაციაც კი არ არის ამ პატაკში, არის რაღაცა დაუყვეველი წყაროებიდან რაღაცა ინფორმაცია აქვს ამ პოლიციის თანამშრომელს თვითონაც რო არ იცის რა ინფორმაცია და ამის საფუძველზე გამოძიება მოიდომა, მოიპოვოს სამართლებრივი საფუძველი, ასე ვთქვათ, სრულად ჰქონდეს წვდომა მზიას ტელეფონთან, სადაც მოგეხსენებათ, ბუნებრივად იქნება ინფორმაცია დაკავშირებული მის პროფესიასთან, ხომ სხვა არაერთ, რასაც არავით არის შემხებლობა არ აქვს ამ კონკრეტულ ინციდენტთან, მაგრამ აი ამაზეც კი წავიდა გამოძიება. ამიტომ ველოდებით ახლა მოსამართლისგან გადაწყვეტილებას სწორედ აი ამ ოდიოზური დოკუმენტების საქმიდან ამოღებასთან დაკავშირებით. და ბოლოს ქალბატონ მაია რა მოლოდინი გაქვთ ესეც რომ გითხრათ და ამით დაგემშვიდობებით. ზოგადი შეფასება თუ გაინტერესებთ ქართული მართლმსაჯულებისგან არაფერი კარგის მოლოდინი არ მაქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი ამოცანა თუნდაც ვამხილოთ, გავაშიშლოთ, რამდენი უკანონობა ამ საქმეში, რას ჩადის ქართული ბრალდება და გამოძიება და ეხლა ვნახავთ, რას ჩაიდეს ქართული მართლმსაჯულება ორიგჯერზე თუმე აქამდე მის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით არაერთხელ მიიღო სასამართლომ ასეთივე უკანონო გადაწყვეტილება.